თუ კი თბილისში კიევის ქუჩაზე აღმოჩნდებით, შენიშნავთ 29 საჯარო სკოლას, რომელიც დიდი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის გურამ რჩეულიშვილის სახელს ატარებს. ყველასთვის კარგად არის ცნობილი ის, თუ როგორი ტრაგიზმით იყო დახუნძლული მისი აღსასრული ჯერ კიდევ 26 წლის ასაკში, როდესაც იგი ცდილობდა, რომ პატარა რუსი ბავშვი გადაერჩინა დახრჩობას. მას ვაჟკაცური სული პატარა ასაკიდან მოსდევდა. 1950-იან წლებში ამავე ქუჩაზე გურამი მოსეირნობდა, სადაც ერთ-ერთ უცნობ თანატოლს შეეფეთა, რომელთანაც უსიამოვნება მოუვიდა. ორივე მძიმედ დაშავდა, გურამიც და ის უცნობი ბიჭიც. ცხადია, რომ დაპირისპირება კალაპოტში ვერ მოექცეოდა და გურამის საქმის გასარჩევად დაიბარეს. ვაკის პარკში გურამს 10-მდე ახალგაზრდა ელოდებოდა, რომლებიც მზად იყვნენ, რომ გურამის სამეგობრო საცემლად გაემართათ, მაგრამ მოგვიანებით ისინი სულ სხვა სურათს წააწყდნენ. გურამი ადგილზე მარტო მივიდა, რაც მოქიშპეებმა მას ვაჟკაცობა ჩაუთვალეს და დაუფასეს. მარტო მოხვედი ბიჭო? მარტო მოვედი. მარტო მოვიდა. ძმაკაცების გარეშე. კარგი ბიჭი ხარ შენ. გაუშვოთ მართალი კაცი.